გასულ შაბათს ევროპის დღე აღინიშნა და მეც დავესწარი ღონისძიებებს. ისე ზოგადად ისეთი ხმაური ამ ევროპის თემაზე. ზოგჯერ მგონი ამდენი მცდელობით ევროპას რაღაცას ვეხვეწებით, არა? ვეხვეწებით? პირიქით, საყვარელო. მე ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ თავად ევროპა ჩვენს ღირებულებებზე დაშენდა. გახსოვს ოქროს საწმისი. მთელი საბერძნეთი აქ რატომ მოიჩქაროდა? იმიტომ რომ კოლხეთი იყო ცოდნის, ოქროსა და ცივილიზაციის კერა, რაც მაშინ ყველას აკლდა. ის საწმისი ხომ სიმბოლოა იმ უდიდესი კულტურის, რაც მათ ჩვენგან წაიღეს. ანუ შენი თქმით ის ოქრო ახლა იქ ხვდება და მის დაბრუნებას ვცდილობთ და მეც გეთანხმები, იცი? და საერთოდაც ჩვენ ევროპელობა ხომ მზიადან და ზეზვადან იწყება. პირველი ევროპელები ჩვენს მიწაზე დადიოდნენ. და მე თამარ მეფე წარმოიდგინე მე-12 საუკუნეში, როცა მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს ქალი მმართველის გაქონებაც კი არ სურდა. საქართველოს თამარი მეფე დაკურთხა. ეს იყო უპრეცედენტო აღიარება. ქალის ძალის დიახაც და სწორედ მაშინ გქონდა კარავი პარლამენტის პირველი ჩანასახი, როცა ევროპაში ბევრგან ჯერ კიდევ აბსოლუტური მონარქია იყო. აბარა და დამატე ახლა ამას ვეფხისტყაოსანი ლეკვი ლომისას სწორია. მაშინ როცა ქალის უფლებებზე სხვაგან არავინ საუბრობდა. ეს ყველაფერი ჩვენი კოდია, ჩვენი ნამდვილი სახე. დიახ, ჩვენი კოდია და ეს ჩვენ დაგვავიწყდა. და ვინ დაგვავიწყა? რამ დაგვავიწყა? და რატო გქონია ევროპა? უცხო. იმიტომ რომ რუსეთმა მოინდომა ასე. საუკუნეების მანძილზე გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენ ისინი არ ვართ, რომ ევროპა ჩვენთვის საფრთხეა. მიზანმიმართულად წაგვართვეს მეხსიერება, რომ დაგვეჯერებინა თითქოს ჩვენი ადგილი მხოლოდ მათთანაა. თითქმის წაგვართვეს ჩვენი იდენტობა. გამოდის, რომ ევროპისკენ სვლა ეს არის ჩვენი ოქროს საწმისის დაბრუნება. ჩვენ კი არ ვხდებით ევროპელები. ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსავე შექმნილ ცივილიზაციურ ღირებულებებს. ვუბრუნდებით თამარისეულ ღირსებას, თავისუფლებას და იმ ოჯახს, რომლის ფუნდამენტიც თავად ვეվიყავით. ანუ ჩვენ უბრალოდ სახლში მივდივართ. ჩვენ შინ ვბრუნდებით. იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა.